ვიცით რომ 2 აგვისტოს იგეგმება ბათუმში საკმაოდ დიდი მსვლელობა და ზოგადად ის 8 ოპოზიციური პარტია, რომლებიც არ მონაწილეობენ 4 ოქტომბრის არჩევნებში და რომელსაც სპეცოპერაციას უწოდებთ, აპირებთ აი ამ მიმართულებით აქტიურობას მთელი ზაფხულის განმავლობაში. აი ამ ერთგვარ გეგმაზე რომ გკითხოთ, როგორ გაგრძელდება ზაფხულში ეს აქტივობა პროტესტის კუთხით და ბოლო დღეების განმავლობაში რამაც გამოიწვია ეს დიდი აზრთა სხვადასხვაობა, ასე ვთქვათ, 4 ოქტომბერს უნდა იყოს თუ არა რაღაც კონკრეტული თარიღი გამოცხადებული, რისთვისაც არის დანარჩენი აქციები ერთგვარი მზადება, ასე ვთქვათ. ხო, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ რვიანის მიერ დაგეგმილმა პირველმა შეკრებამ თბილისში უკვე აჩვენა, რომ ეს არის ძალიან პერსპექტიული ამ შემთხვევაში და შესაბამისად 2 ივლისის მსვლელობაც არის სწორედ ამ 8 პარტიის მიერ 2 აგვისტოს, ხო, 2 აგვისტოს, ხო, 2 აგვისტოს მსვლელობა არის 8 პარტიის მიერ დაგეგმილი. კიდევ ერთი ღონისძიება და კიდევ იქნება მრავალი ღონისძიება იქნება. როგორც ასეთი 4 ოქტომბერი არ არის ის თარიღი ამ შემთხვევაში ჩვენთვის, რომელზეც გვაქვს გინდა თუ არა რომ მაგ თარიღზე იყოს აღებული აქცენტი. ამას აქვს რამდენიმე მიზეზი და ერთ-ერთი მათგანი ის არის, რომ ამ გარე და შიდა წნეხის ფონზე სექტემბერში შეიძლება საერთოდ ოქტომბრამდე არც დაგჭირდეს, ანუ ამ საკითხის განხილვაც არ დაგჭირდეს. ვინაიდან წნეხი მაგალითად არა 4 ოქტომბერს, 4 სექტემბერს მოვიდეს. ხო, კაცმა არ იცის, რეალურად ასეც არის, ვთქვათ, უვიზო შეჩერება თუ გამოცხადდა, ამან შეიძლება ისეთი კატალიზატორი მოხდი გააჩინოს ქვეყანაში რა 4 ოქტომბერი. იქ მეგობარი აქტის მიღება, როდის მოხდება, შეიძლება სექტემბრის დასაწყისშივე მოხდეს. არ არის გამორიცხული, რომ ახლაც კი მოასწრონ, მაგრამ თუ ვთქვათ სექტემბერში თუ განხილვის გარეშე წავიდა, შესაბამისად აქ ძალიან ბევრი ნიუანსია, როდესაც გარე წნეხი დამატებული შიდა ზეწოლას, რომელიც არის ქვეყანაში და რომელიც ყოველი ასეთი ფაქტის შემდგომ კიდევ უფრო მძაფრდება. კაცმა არ იცის, შეიძლება საერთოდაც არ იყოს 4 ოქტომბერი ის თარიღი და ქართული ოცნება ჩვენ ხედავთ რომ ქართული ერთგვარად დაკიდებული არის. ეს არ არის კიდევ ერთხელ რო უთხრათ მაყურებელს ამ 8 პარტიის მიერ გამოცხადებული რაღაც კონკრეტული თარიღი. ეს არის დღე, როდესაც ეს 8 პარტია უწოდებს სპეცოპერაციას. ანუ ბიძინა ივანიშვილის თვითმმართველობის არჩევნებში, რომელშიც არ მონაწილეობთ არც თქვენ და არც ის დანარჩენი პარტიები. და სწორედ ამ 4 ოქტომბერს პარტიების იგივე იმ პარტიების ნაწილმა თუ იმ საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა, ვინც ასევე არ მიდის არჩევნებში, იმათ გამოაცხადეს ეს 4 ოქტომბერი. დღეს მაგალითად პაატა ბურჭულაძემ თქვა, რომ ერთიანი რაღაცა ეროვნული შეკრება და ეროვნული ყრილობა. ეს ერთმანეთს უშლის ხელს. არ უშლის, არ უშლის, რეალურად ასეა. ჩვენ ასე ვთქვათ, გეგმა გვაქვს და ჩვენს აქციებს ვაცხადებთ და ისინი მასში მონაწილეობენ. რასაკვირველია, ვინც არ დაეთანხმება, ვთქვათ, ამას და გამოაცხადებს აქციას, ჩვენც რასაკვირველია მივიღებთ მონაწილეობას ახლა. ეს ჩვეულებრივი პროცესია. ამ საკითხში არანაირი განსხვავებები ჩვენ შორის არ არსებობს, რომ ერთმანეთის მოწყობილი ჯერთი პრინციპში ის ხალხიც მხარს უჭერს ამ გაერთიანებულ ანუ პროტესტს, ისინიც არ თანამშრომლობენ. ბატონ ლევანი საერთოდ იმ პარტიის წარმომადგენელია, რომელიც 8 პარტიაში არის გაერთიანებული, ამ რვიანში არის, ასე რომ შესაბამისად აქ უბრალოდ ტაქტიკური განსხვავებებია, რომელიც არ არის ისეთი პრინციპული. პირდაპირ თქვა, უბრალოდ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთ კონკრეტული დღის დასახელებას ამ სიტუაციაში ნამდვილად არ აქვს აზრი, იმიტომ რომ შეიძლება იმ დღემდე მოხდეს ყველაფერი და ანუ შენ მზად უნდა იყო იმისათვის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება ქართული ოცნების რეჟიმი უბრალოდ ჩამოიშალოს. რადგანაც ჩვენ ხედავთ რამ ძიმე დღეში არის ქართული ოცნება, ჩვენ ხედავთ რომ ეს სანქციები მუშაობს.
და ძალიან კარგადაც მუშაობს, იმ საშუალო რგოლშიც კარგად მუშაობს და მაღალ რგოლშიც მუშაობს. კი ბატონო, აი ამაზე მინდა სწორედ აი ახლა რომ გადავიდეთ ბატონო, თქვენ თქვით რომ 4 ოქტომბერს არ უნდა ველოდოთ რაღაც ერთ კონკრეტულ თარიღს, იმიტომ რომ შეიძლება მანამდეც იყოს იმგვარი ფაქტორები ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, რამაც შეიძლება ვითარების, აი მართლა რადიკალური ცვლილება გამოიწვიოს და მათ შორის გამოიწვიოს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის. აი ასეთი ცვლილების მომტანი რა შეიძლება იყოს? 31 აგვისტო არის გამოცხადებული თარიღი, როდესაც უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ნუ კონკრეტულად 31-ში არ იქნება რასაკვირველია საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ ნუ საბოლოო წამზომი, ასე ვთქვათ, ქართული ოცნებისთვის ჩართულია და ის რომ არაფრის შეცვლას არ აპირებს, ესეც ფაქტია, მეგობარი აქტი, სანქციები, რომელიც მუდმივად არ ჩერდება, ასე ვთქვათ და მოდის ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. აი რა ფაქტორების ერთობლიობამ შეიძლება გამოიწვიოს აქ ვითარების იმგვარად გარდატეხვა, რაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მოქმედებას. რაც დაასახელეთ თქვენ ახლა მე მაგას დავამატებ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს. ჩვენ დღეს ქვეყანაში გვყავს ფაქტობრივად რუსული რეჟიმი. ჩვენ ხედავთ, რომ შეიცვალა ტრამპის პოზიცია რუსეთის მიმართ. ჩვენ ხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაცილებით აქტიურად ებმება უკრაინის მხარდაჭერის პროცესში და არ არის გამორიცხული, რომ იქ მოხდეს სერიოზული ცვლილებები სამხედრო კუთხით, ამ შემთხვევაში, რომელიც რუსეთისთვის იქნება ძალზე დამაზიანებელი. და ავტომატურ რეჟიმში დროინდელ განცხადებებს თუ გავითვალისწინებთ პუტინთან თუ უკვე მედვედევთან დაკავშირებითაც, ხო? ხო, არ არის გამორიცხული, რომ იქაც იმდენად სერიოზული ცვლილებები მოხდეს, რომ ელემენტარულად რუსეთის მხარდამჭერი ქართული ოცნების რეჟიმი მხოლოდ ამის გამოც რო ჩამოიშალოს. რადგანაც არავის უკვე ამათი მოყვეს პუტინის ნანგრევებში. რასაკვირველია, ელემენტარულად დასრულდება. წარმოიდგინეთ უკრაინამ რო განახორციელოს მძლავრი შეტევითი ოპერაცია და დაიბრუნოს თავის ტერიტორიების დიდი ნაწილი. ავტომატურ რეჟიმში ეს მოქმედებს უკვე ყველგან სხვაგან და პირველ რიგში მოქმედებს კავკასიაზე ამ შემთხვევაში. სადაც რუსეთის პოზიციები არის კატასტროფულად შესუსტებული. ჩვენ ხედავთ, რომ სომხეთი ფაქტობრივად დაკარგა, აზერბაიჯანთან ლამის საომარ მდგომარეობამდე მიდის. ნუ ახლა ალბათ არ მივა იქ საომარ მდგომარეობამდე, მაგრამ ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვს. ეს ავტომატურად იწვევს იმას, რომ თურქეთიც არ არის რასაკვირველია რუსეთის მხარეს. ჩვენ ისაც ხედავდით, თურქეთი სულ უჭერდა მხარს უკრაინას და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და პლუს ამას იარაღსაც აწვდიდა ყოველთვის. კი ბატონო, და ერთ-ერთი პირველი იყო უკრაინას. ასე რომ აქედან გამომდინარე კავკასიიდან რუსეთის განდევნაც უკვე სულ რაღაც მცირე დროის საკითხი იქნება და საქართველოს რასაკვირველია ვერ დარჩება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს შუადერეფანი და შესაბამისად ეს შუადერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე საქართველოს დღევანდელი მართველი ძალისთვის ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა, იმიტომ რომ მათ მთლიანად მთელი ფსონი 2022 წლის 24 თებერვლიდან დადეს რუსეთის გამარჯვებას. და ავტომატურ რეჟიმში ეს მათთვის ჩამოაქცევს, მით უმეტეს რომ ნებისმიერი სამხედრო მარცხი სერიოზული ახლა ამ მომენტში თვითონ რუსეთში გამოიწვევს ძალიან დიდ კატაკლიზმებს. ჩვენთვის უბრალოდ არავის არ ცხელოდეს იქ. ხო, კი ბატონო, თუმცა აი ამ გარე ფაქტორებს, ასე ვთქვათ, და ძალიან დიდ გეოპოლიტიკურ ვითარებაში აი ამ გადალაგებას როგორ უნდა დახვდეს აქ? საქართველოს მოქალაქეები და მათ შორის პოლიტიკური სპექტრიც და რამდენად არის ფორმაში ახლა თუნდაც პოლიტიკური ოპოზიცია იმისთვის, რომ აი ასეთი მძლავრი ძვრების ფონზე, როდესაც ახლა მართლა ამან შეიძლება რეჟიმის რყევა გამოიწვიოს, დახვდეს იმგვარად, რომ აი გაიღოს სადავეები საკუთარ ხელში. ხო, და აი აქ ჩვენ ზუსტად ვადგებით იმას, რომ კონსოლიდირება არის საჭირო ოპოზიციის. სამწუხაროდ ახლა სრული კონსოლიდაცია არ გამოვიდა და ერთობა ვინც დაარღვია ვიცით, ვინც მონაწილეობს არჩევნებში, ეგრეთ წოდებულ არჩევნებში, მაგრამ ამომრჩევლის კონსოლიდირება მოხდა. ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ასე ვიტყოდი კრისტალიზება მოხდა, ბირთვი შეიკრა და იმ იდეის გარშემო, რომ ეს არის სრული არ თანამშრომლობა რეჟიმთან და არავითარი რასაკვირველია მონაწილეობა არჩევნებში. ჩვენ ხედავდით, რომ ყველა ასე ვთქვათ გამოკვლევით, რომელიც იყო ჩატარებული სწორი კითხვებით, პასუხი იყო
რომ არჩევნებში მონაწილეობას ველოდებით რომ მხოლოდ 20% ეს მონაცემები, ვთქვათ, აი რას წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. არა მგონია რომ შეიცვალოს, იმიტომ რომ ოპოზიციური ამორჩევლის, აი 70%, რომელიც აცხადებდა რომ არა, მხოლოდ ესე იგი ან არ მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო არჩევნებიც იქნება მასთან ერთად, ეს არის მკვეთრად გამოკვეთილი, ან თავის გადაწყვეტილებაში უკვე დარწმუნებული ამორჩეველი იყო. იქ იყო ესეთი კითხვაც. რამდენად დარწმუნებული ხარ თქვენს იმაში და ჩამოყალიბებული პოზიცია გაცილებით უფრო მეტად იყო მატჩი, ვინც ამბობდა არას, ვიდრე მატჩი, ვინც ამბობდა კის. და ეს არ არის ისე იოლად ცვალებადი საკითხი ამ შემთხვევაში, მით უმეტეს რომ ჩვენ პრინციპში არგუმენტიც არ არის საიმისოდ, რომ ვთქვათ, ადამიანები, რომლებსაც საარჩევნო პროცესის მიმართ დაკარგული აქვთ აბსოლუტურად ნდობა, რომ ეს ნდობა რაღაცნაირად აღიდგინონ. კი, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ამის მნიშვნელოვანია ალბათ ბატონ თემურ, რომ იმ ფონზე, როდესაც მაგალითად ქართული ოცნება ან იგივე ის ორი ოპოზიციური ძალა, ვინც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, დაიწყებენ კამპანიას და შეეცდებიან, რომ მათ შორის ოპოზიციური ამორჩეველი დაარწმუნონ იმაში, რომ უნდა მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, პარალელურად საჭირო ალბათ თქვენი მხრიდანაც რაღაც ტიპის კამპანია, რაღაც ტიპის პროცესი, რომლითაც თქვენ აჩვენებთ ამ ადამიანებს, რომ არა არჩევნებში მონაწილეობა არ თანამშრომლობა ამ რეჟიმთან დაუმორჩილებლობა და როგორ მიდის, საით მიდის ეს გზა. აი ამისთვის რა არის საჭირო და ეს კამპანია ზოგადად როგორ წარმოგვიდგენიათ? უკვე იქმნება წინააღმდეგობის მოძრაობა და შესაბამისად იქ გაწევრიანებულ ადამიანებს ექნებათ საშუალება ერთიანი საინფორმაციო ცენტრი იქნება ფაქტობრივად, რომელიც დროულად შეატყობინებს ყველას, ვინც გაწევრიანებული იქნება, რა ღონისძიება ტარდება, სად ტარდება, როგორ ტარდება, ვინ ასე ვთქვათ, მიიღებს მონაწილეობას და ასე შემდეგ და ეს იქნება აგორდება და ყველა სპიკზე ზუსტად გავა სექტემბერში, ასე რომ შესაბამისად ჩვენგანაც ბევრი აქტივობა იქნება მოსალოდნელი ამ კუთხით და პირველი ნაბიჯი ახლა იქნება ზეგინდელი მსვლელობა ბათუმში. და მე რამდენადაც ვიცი ომის დღეებიც რასაკვირველი აუცილებლად 7 აგვისტოს კი ესეც დაგეგმილია და ესეც იქნება აღნიშნული, მაგრამ ამავე დროს ბატონ თემურ 7 აგვისტო თუ ზოგადად ეს აგვისტოს დღეები ერთგვარ თარიღად აქვს გამოცხადებული ასევე ქართულ ოცნებასაც კონკრეტულად იმისთვის რომ თია წულუკიანის ეგრეთ წოდებულმა კომისიამ, რომელიც პრაქტიკულად ამისთვისაც არის შექმნილი და მისი მთავარი მიზანი არის ეს, რომ აგვისტოს ომში დამნაშავედ გამოიყვანოს საქართველო ასრულებს მუშაობას და ვიცით ჩვენ რომ კიდევ ერთი მიზანი არის ამის, რომ გამოაცხადოს დამნაშავედ საქართველო, მაშინდელი ხელისუფლება და შემდეგ აკრძალოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები. აი ამ მიმართულებით რა მოლოდინი გაქვთ ჯერ ერთი და როგორ ცვლის ეს, როგორ შეიძლება აისახოს თქვენთვის პოლიტიკურ პროცესს? ნუ მართალი გითხრათ ჩვენთვის ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, რაც აკეთებს წულუკიანის კომისია. წულუკიანის კომისიას ჩვენი პარტია და ჩვენი კოალიცია არ ცნობს და ამის გამო ჩვენი სამი ლიდერი დღეს პატიმრობაშია, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური ლიდერები. რაც შეეხება ახლა დასკვნას ჰააგაში საქართველოს გამართლდა, სტრასბურგში საქართველოს გამართლდა. ახლა წულუკიანის კომისია ეგრეთ წოდებული რას დაწერს მოსკოვიდან, რასაც უკარ ნახებენ იმას, რომ დაწერს. ამას მე მგონი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სამართლებრივი თვალსაზრისით. ისევე როგორც ქართული ოცნება რაც გადაწყვეტს, რომელ პარტიას აკრძალავს და რომელს არა. არც ამას ექნება არანაირი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ყველაზე სასაცილო ის არის, რომ იმ ქართული ოცნების დღევანდელ სიას რო გადავხედოთ, მეტი ფუნქციონერი ყავს 2008 წლის ომის დროინდელი საქართველოს ხელისუფლების, ვიდრე ნებისმიერ სხვა პარტიაში კი არა, ყველა სხვა პარტიაში ერთად აღებული რომ მოკრიბოთ, ალბათ იმდენი არ მოიძებნება. ხო და ვის თავის თავი უნდა აკრძალოს პირველ რიგში მაშინ და ნუ
ძალიან საუბარის არ ღირს ამ თემაზე. თუმცა ეხა იგივენიშვილს გადაწყვეტილება აღარ გაგვიკვირდება და იმიტომ აქ აკრძალავს შემდეგ ხელისუფლებისთვის მაგას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება ვინ აკრძალა და რა აკრძალა ქართულმა ოცნებამ. ასე რომ ეგ საერთოდ არ არის ამ შემთხვევაში განხილვის თემა. კი ბატონო, დიდი მადლობა, ვნახოთ, დავალოდოთ როგორი იქნება ზაფხული.